სცენარები რა თქმა უნდა თითოეულ შემთხვევაში არის ძალიან ინდივიდუალური, მაგრამ დიდ სურათში, დიდ სცენარში მაინც ეს სცენარები ძალიან გავს ერთმანეთს და რაღაცა როცა არის სამუშაო, მაინც გასაღები ყველგან არის ერთი საერთო გასაღები. სისტემა მუშაობს მხოლოდ მთლიანობაში. თქვენ რაც არ უნდა ბევრი ეცადოთ და რაღაც თვარეს ვერცხლის მონეწა დაანახოთ, ფინანსები არ მოვა და ახალი წელი როცა დადგება და რაღაცეები ჩაუთქვათ, ეს არაფერს არ შეცვლის. შეიძლება რაღაც ეფექტით, იგივე ასკეზა ავიღოთ, ხო? ეს ყველაფერი არის ძალიან ერთჯერადი ეფექტი, ისიც თუ იმუშავებს, ეს სისტემა ესე არ მუშაობს, სამყაროს კანონები ესე არ მუშაობს, ესე მარტივი რო იყოს, ეგ მხოლოდ ფოკუსებია დამერწმუნეთ, ესე მარტივი რო იყოს, მაშინ ყველას დალაგებული გვექნებოდა ცხოვრება, ხო? და ყველა მიმართულება. სისტემა, სამყარო და ჩვენ ადამიანები როგორც მიკროსქემა, ანუ არის მაკროსამყარო, მაკროკოსმოსი, დიდი კოსმოსი, ანუ სამყარო და ჩვენ მიკროსამყარო, მიკროკოსმოსი. გრძელვადიან პერსპექტივაში სრული ჰილინგი ყველა მიმართულებით ხდება მხოლოდ ერთიანი სისტემის გასწორებით. და ერთიანი სისტემა სწორდება კომბინაციაში. მთავარი ის გვახსოვდეს, რომ გვინდა რაღაცა კურნება ერთი მიმართულებით. ხო, პირადი ურთიერთობა იქნება თუ ჯანმრთელობა იქნება თუ რაც ჩამოვთვალე, ხო? ეს კარმული მემკვიდრეობა, საგვარეულო ხაზები, აი ყველაზე მტკივნეული რაც არის, ყველაზე უფრო ისეთი ყოველდღიური შეხება რასთანაც გვაქვს, მე იმ თემებს ვლაპარაკობ, თორე ამის გარდა უამრავი თემა არის, რომელიც საერთოდ არ ვიცით, რომ შეიძლება რომ ეს სამუშაო იყოს, ხო? მაგრამ აი ეს ყველაფერი არის ერთიანი სისტემა, ერთად აკინძული და ერთი პატარ-პატარა ესეთი რგოლები, რო წარმოვიდგინოთ და როცა ჩვენ ვიწყებთ სულიერ პრაქტიკებს, ერთიანად მუშაობთ ყველაფერზე. ანუ საერთოდ განყენებულად მუშაობთ და იმ დიდ განყენულობაში და განზოგადებაში ხდება ძალიან კონკრეტული დამუშავება თითოეული ცხოვრებისეული თემის და პრობლემის. თან კარგი იმიტომ არის ეს მიდგომა, ეს სისტემური მიდგომა, რომ ნახეთ, ჩვენ როცა მივდივართ ფსიქოლოგთან, ან თქვათ მარტო ფსიქოლოგთან, არა, ეზოთერიკოსთან, ასტროლოგთან, არ ვიცი, აი ამ სფეროში ვინც არიან, ხო? და გვეხმარება თითოეული ადამიანი დაგვამუშავებინოს რაღაც თემა, მაგრამ სანამ ჩვენ მივალთ იმ პრობლემამდე, სინამდვილეში რაც გვაწუხებს, შეიძლება გაგვისხლტეს ეს და ვერც გავარკვიოთ რა გვაწუხებს. და პრობლემის სათავე რა არის, ხო? დღეს ძალიან დაჩქარებულია სამყარო, კარმული პროცესები ძალიან დაჩქარებულია. აღარ არის იმის დრო, რომ ამდენი არაცნობიერში ვიქეკოთ, რაღაცა უფრო მეტი ეფექტური მეთოდები და ტექნიკებია საჭირო. მაგის ფუფუნება აღარ არის რა წინა საუკუნეში იყო და როცა იუნგი მოღვაწეობდა, ფროიდი მოღვაწეობდა, როცა ფეხს იდგამდა ფსიქოანალიზი, მაშინ იყო ამის დრო, მაგრამ დღეს კარმული პროცესები საერთოდ რიტმი არის საერთოდ სხვა რიტმში ვართ გადასული და ადამიანებს არ აქვთ ამდენი დრო ცხოვრებისეულად, რომ იჩიჩქნონ ერთ პრობლემაში მთელი ნახევარი ცხოვრება. ამიტომ სხვა უფრო ეფექტური ტექნიკებია საჭირო, რომელიც რა თქმა უნდა კომბინაციაშია ერთად ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ასტროლოგია. ეხლა ერთ პარადოქსს გეტყვით. ითვლება, რომ როცა სიხშირეს წევ და ერთ-ერთი კანონი არის ეს აქაც მივალ, როცა სიხშირეს წევ, საერთოდ გადიხარ აი ამ ნებისმიერი ციკლებიდან და პატერნებიდან, მაგრამ ამის პარადოქსი ის არის, რომ ეს სიხშირე ბოლომდე არ იწევა, სანამ ამას დაბლა არ ამუშავებ. ანუ მაინც დამოკიდებული ხარ ამ ყველაფერზე. ხო, ესე არ თუ ეხა სული უბრალოდ შეიძლება ვიღაცამ უფრო მალე მოახერხოს ეს, თუ მისი სული ძალიან გამოცდილია და დიდი წინარე რეინკარნაციული გამოცდილებით არის მოსული და წინა ცხოვრებებში ძალიან კარგად აქვს დამუშავებული. უბრალოდ პირაბր გამზადებული ცოდნით მოდის ანამნეზში, უცებ გახსენება ხდება და მალე ხდება ეს პროცესი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ამას ბევრი დრო იმიტომ ჭირდება, რომ სულიერი პრაქტიკებსაც კი ესე სწრაფად არ მივყავართ ყველა გასაღებამდე რა. რაღაცა ჩვენი რიტმები და ჩვენი ციკლები გვაქვს. აი სწორედ მაგაზე უნდა ვისაუბრო ეხლა დღეს. ანუ შევთანხმდეთ, რომ პირველ რიგში აი ეს კურნება
სრული ჰილინგი შესაძლებელია მხოლოდ ერთიან სისტემასთან მუშაობით. ერთიანი სისტემა მუშაობს სულიერი პრაქტიკებით და ქმედებებით. აღმოსავლური, თქვათ, მარტო ეს ეჭურეტა და მაშინ ლოტოში სისპოზაში ჯაჯდომა არ მუშაობს, მარტო ეს და არც მარტო ქმედება მუშაობს და რაღაცა მიზნისკენ სწრაფვა. ანუ თუ ჩვენ მუშაობთ მარტო მატერიალურ, ანუ ფიზიკურ სხეულს ვამუშავებთ, ჩვენი სასიცოცხლო ციკლს გააჩნია შეზღუდული რესურსი, ხო? თუ გონებაზეც ვმუშაობთ, ანუ მენტალურ აქ დისპენსას მეთოდიც თუ იცით ძალიან სერიოზული ტექნიკები აქვს დისპენსას. პირდაპირ გონებით მოდელირება ამ ყველაფრის. მაგრამ აქაც რაღაცა მაინც ლიმიტირებულია ჩვენი შესაძლებლობები. მაგრამ თუ კი ვმუშაობთ სასიცოცხლო ენერგიებზე, ჩვენ სასიცოცხლო ენერგიებზე, აქ არის აბსოლუტურად შეუზღუდავი შესაძლებლობები. მაგრამ ეხლა ნახეთ, სამივეზე რო ვიმუშაოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთდროულად. როცა ვამბობ სისტემურ მუშაობას, უბრალოდ ამას გულისხმობ. მუშაობთ სამივე განზომილებაში.